დიახ, საჯარო მოხელე, რომელმაც განაცხადი გააკეთა, რომ არაფორმალური დაჯგუფება უნდა შეიქმნას ქვეყანაში, რომელიც საქართველოს ისტორიას და ღირებულებებს დაიცავს, ირკვევა, რომ ის საჯარო მოხელი არის და თბილისის მერიის ერთ-ერთ სიფში არის დასაქმებული. მას დღეს სამსახურში ჩვენ მივაკითხეთ და ვეცადეთ, რომ დაგვესვა ის კითხვები, რომელიც მასთან არსებობდა ჯერ კიდევ გუში, როდესაც პრესკონფერენციიდან ისე წავიდა, რომ ჟურნალისტებს თავიც კი არ წარუდგინა და არც ერთ კითხვას არ უპასუხა. ბუნებრივია, კითხვები ეხებოდა ქართულ ოცნებასთან კავშირებს, ვინაიდან ერთ-ერთი ეს პირი, ლევან ყურაშვილი, გამორჩეული არის იმ 5 ადამიანიდან, რომელიც პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა ფოტოების სიმრავლით, რომელიც მას გადაღებული აქვს ქართული ოცნების მაღალ ჩინოსნებთან. შეიძლება ითქვას, რომ არ არის დარჩენილი ქართული ოცნების რომელიმე ლიდერი, ვისთანაც ლევან ყურაშვილს ფოტო არ ჰქონდეს გადაღებული და არ პოზირებდეს ქართული ოცნების წევრებთან, მათ შორის ცოტნე ივანიშვილთანაც აქვს მას ფოტოები გადაღებული და ის ძალიან სიამაყით პოზირებს კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან. დაპირისპირების დროს საკუთარ მეგობრებთან ერთად სწორედ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან იმყოფებოდა. ლევან ყურაშვილმა არ უარყო, რომ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან იმყოფებოდა იმ დაპირისპირების დროს, თუმცა ამბობს, რომ მოძალადე ქართული ოცნება არ არის. არ უარყოფს ასევე იმას, რომ იცნობს კორცხელის ინციდენტის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტს, თუმცა ამბობს, რომ ამ ინციდენტში თავად მას მონაწილეობა არ მიუღია. ვკითხეთ ბუნებრივია ევრაზიული კავშირთან, საკუთარ კავშირებთან და პრორუსულ განწყობებთან დაკავშირებით, თუმცა პრორუსულ განწყობებზე ის არ გვესაუბრა. ერთადერთი რაც მან თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საჯარო მოხელეა, აქვს უფლება ჰქონდეს ორგანიზაცია და არავის საქმე არ არის, რას გააკეთებს ის სამსახურის შემდეგ. მე აქ მუშაობ, მაგრამ ჩემმა მეგობრებმა ჩამოაყალიბეს ეს ორგანიზაცია, შესაბამისად ჩვენ ვემსახურებით ეროვნულ ინტერესებს ქვეყნის. დანარჩენი ახლა სამსახურის გარეთ რას გააკეთებ, უკვე ჩემი საქმეა. კი ბატონო, თქვენ კახა კალაძის შტაბთანაც იმყოფებოდით, დიდი ფიზიკური დაპირისპირება რომ მოხდა, ასე არის? სამსახურის გარდა მე სად ვიქნები, ეგ ჩემი საქმეა. ძალადობა არის ნაციონალური მოძრაობის ხელწერა. ძალადობა არის, ცოტნე ივანიშვილს ვიცნობ. ცოტნე ივანიშვილი არის ღირსეული პიროვნება, ღირსეული ოჯახიშვილის და ცოტნე ივანიშვილი არის საამაყო პიროვნება. კობათ პეშელაშვილთან რა ურთიერთობა გაქვთ მაშინ? იმიტომ რომ კორცხელის ოპოზიციაზე თავდასხმის მონაწილე არის ეს ადამიანი. კობათ ყეშელაშვილის ნაირი პატრიოტი ადამიანი ბევრი იყოს. კორცხელში იღებდით მონაწილეობას? მე არ ვიღებდი, მაგრამ კობათ ყეშელაშვილის ნაირი პატრიოტი ადამიანი ბევრი იყოს საქართველოში. პატრიოტიზმი რა არის ოპოზიციაზე თავდასხმა? ოპოზიციის მხრიდან იყო მასიურად მოგეხსენებათ 2003 წლიდან მოყოლებული სააკაშვილის რეჟიმი რო იმყოფებოდა ხელისუფლებაში, რას აკეთებდნენ და როგორ აკეთებდნენ, ყველამ კარგად ვიცი. რაც მოძრაობის ძალადობას რო ხედავდით, ქართული ოცნების ძალადობა ვერ დაინახეთ ისე ბოლო პერიოდში? ამოუწურე საუბარი დავამთავრე ამით. თქვენ პირადად ხართ თუ არა პასუხისმგებელი იმაზე? თქვენი შექმნილი ორგანიზაცია ძალადობრივი ვარაუდდება თუ არა სხვა ადამიანებს? მითხარით. სამსახურში ვიმყოფები, აქ არ ვსაუბრობ სხვა თემებს. სამსახურის გარეთ მე რას გავაკეთებ, როგორ გავაკეთებ, კანონის ჩარჩოში, ეგ არის ჩემი საქმე. ციხეში წასვლის ვისაც მზად ხართ სამსახურის გარეთ? მე ვემსახურები ჩემს სამშობლოს ყველგან ყოველთვის. ქართული ოცნების ლიდერი არ არსებობს, ვისთან ერთადაც ფოტო არ გაქვთ გადაღებული და რა გაკავშირებთ ქართულ ოცნებას? ამიტომ გაჩნდა კითხვები ქართული ოცნების წახალისებით ხომ არ დააფუძნეთ ეს ორგანიზაცია, ბატონ ლევან? ჩემი ოჯახი არის ტრადიციული, ჩემი მეგობრები არიან ტრადიციული. მე ყოველთვის ყველგან ვიცავ ქვეყნის ეროვნულ ინტერესს. ახალმა დაჯგუფებამ საკუთარ თავს ეროვნული თაობა დაარქვა და ოფიციალურად დღეს იუსტიციის სახლში დარეგისტრირდა. მათ გუშინ პირდაპირ განაცხადეს, რომ მზად არიან ქართული კულტურის და ისტორიის და იდენტობის დასაცავად ციხეზეც კი წავიდნენ და პატიმრობაშიც კი წავიდნენ. ქართული ოცნების წევრები მთელი 2 დღის განმავლობაში პოზიტიურად აფასებენ ორგანიზაციის შექმნას.